ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში მოქმედებს თავისი დიდი სიკეთით და თავისი დიდი სიყვარულით. და ხშირად არის ასე. ხშირად ჩვენ ცხოვრებაში მოვლენები ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ხშირად ჩვენ ხვდებით ისეთ მდგომარეობაში და ისეთ სიტუაციაში და ვერიკოც ამბობდა ამაზე, რომ უნებლიეთ იწყება შფოთვა, იწყება ნერვიულობა, იწყება ბრძოლა და ხშირად ჩვენ მგონია, რომ ან ჩვენს სიმამაცეზე, ან ჩვენს სიმარჯვეზე, ან ჩვენს ვაჟკაცობაზე არის რაღაც დამოკიდებული. მაგრამ მოციქულთა საქმის მე-17 თავი 24 მუხლი. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია. იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. ის კი არ იყო უფალი. ის არის დღესაც უფალი. მან მარტო კი არ შექმნა სადა სამყარო, ის მართავს ყველაფერს. ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება. და უნდა ირწმუნო ეს. რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს. რა გარემოებაც არ უნდა იყოს, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. ელემენტარულად უნდა ირწმუნო, რომ ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. და უნდა ირწმუნო, მე ამას ჩემ თავს ველაპარაკები, იმიტომ რომ ხშირად დგება ჩვენ ცხოვრებაში მომენტები, როცა უბრალოდ გამოსავალი არ არის. მაგრამ წმინდა წერილი გვასწავლის. წმინდა წერილი გვასწავლის ამას, რომ გაიხსენეს, რომ ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ყველაფერი მის ხელშია. ის მართავს მოვლენებს. ის მართავს სიტუაციებს. და კიდე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ და ერთი რაღაც დავიმახსოვროთ კარგად, რომ ეშმაკს თავისთავად ჩვენ ცხოვრებაში არაფერი ძალაუფლება არ აქვს. მას თავისთავად არაფრის შეცვლა და არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. ხშირად ის ჩვენი მოტყუებით სარგებლობს. ის ხშირად ის ჩვენი უყურადღებობით სარგებლობს. ხშირად ის ჩვენი მოდუნებით სარგებლობს. ჩვენი ნერვიულობით სარგებლობს. ჩვენგან შექმნილი ქაოსით სარგებლობს. მაგრამ სინამდვილეში მას არაფრის უფლება და საშუალება არ აქვს. და არაფრის უფლება და ძალა არ აქვს. წმინდა მოციქული პეტრე გვასწავლის თქვენ, რომ ფხიზლად იყავითო, ასე გვეუბნება. ფხიზლად იყავით. ეს იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რაღაც ღმერთის ხელშია ყველაფერი, ჩვენ უნდა მოვეშვათ. ღმერთის ხელშია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ღმერთი მართავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ყველაფერი მის ხელშია, რა თქმა უნდა, მას საუკეთესო აქვს შენთვის და ჩემთვის. მაგრამ არსებობს ერთი რაღაც და წინა კვირას პასტორი ლაპარაკობდა ამაზე, გვირგვინი ჩვენზე. რა არის ეს გვირგვინი? ეს უხილავი გვირგვინია, რომელიც ღმერთმა დაგვადგა. ეს უხილავი გვირგვინია, რომელიც ღმერთმა მოგცა და ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება. ჩვენი თავისუფალი ნება. არასოდეს ღმერთი არ ეხება ჩვენ თავისუფალ ნებას. ის ჩვენს ნაცვლად ჩვენ ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებს. მიუხედავად მანიცის, რომ ეხლა ის ქაოსი, რაც შენ შექმენი შენს ირგვლივ, შეიძლება ეს ეშმაკმა გამოიყენოს, შენი თავისუფალი ნების წინააღმდეგ არასდროს არ იმოქმედებს. ის დაგელოდება, სანამდე მის მოსმენას დაიწყებ. ის დაგელოდება, სანამდე მის კარზე კაკუნს არ დაიწყებ. ის დაგელოდება, სანამდე არ ეტყვი. უფალო მე მინდა, რომ ახლა ის ქაოსი შენ დააწყნარო. თუ გახსოვთ, როცა ბიბლიური სიუჟეტი, როცა ქრისტე მოწაფეები ავიდნენ ნავზე ერთად და გადაწყვიტეს, რომ ზღვა გადაეცურათ. და ქრისტეს ეძინა, ქრისტემ დაიძინა და ატყდა ღელვა. ატყდა შტორმი. ეხლა მეგობრებო, ვისაც გემით გიმოგზაურიათ ოდესმე, დღეს გემები სხვანაირია. დღეს ისეთი ლაინერებია, რომ ძალიან ძლიერი შტორმიც კი შეიძლება იქ ოდნავ შესამჩნევი გახდეს, თუ რაღაც კატასტროფა არ ხდება. მაგრამ გემი, რომლითაც ქრისტე მოგზაურობდა, ეს არ იყო გემი პირდაპირ მნიშვნელობით, ეს იყო ნავი. მაშინ ისხდნენ ისა მოწაფეები და უნდათ ზღვის გადაცურვა. და მე მაინტერესებს ყოველთვის რა აძინებდა ქრისტეს შტორმის დროს. გაუღვიძები ხართ როდისმე ძლიერ ქარს სახში. ძლიერ ჭექაქუხილს და ქარს და ქარიშხალს. უბრალოდ სახლში შენ საწოლში რო გძინავს, მაშინ გაწუხებს და ვერ იძინებ და
გემში, პატარა ხის ნავში, ხის ტაშტში, ხარ ზღვაში, რა გაძინებს იქ? როგორ უნდა დაიძინო იქ? მე ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ეძინა იქ ქრისტეს. და იცით რომ მოწაფეები თავიდან ცდილობდნენ ნავის გადარჩენას, ქრისტე თავიდანვე კი არ გაუღვიძებიას. თავიდან, იმიტომ რომ ისინი მეზღვაურები იყვნენ, ისინი მეთევზეები იყვნენ, მათ იცოდნენ გემის მართვა, მათ იცოდნენ ყველაფერი რა დროს რა უნდა გაეკეთებიათ, იცოდნენ როდის იალქანი უნდა აეწიათ, იცოდნენ როდის ღუზა უნდა ჩაესვათ, იცოდნენ რა მხარეს უნდა მოეტრიალებიათ გემი რო არ გადატრიალებულიყო ქარისგან და იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი სადეს და არაფერი არ გამოდიოდა და წყალმა გემის ავსება დაიწყო უკვე. წარმოიდგინეთ, ქრისტე წევს ნავში და წყალი ავსებს გემს და ქრისტეს ძინავს. ღმერთო ჩემო. და ბოლოს უკვე ყველა იმედი რო გადაეწურათ, ბოლოს უკვე ყველაფერი სადეს და არაფერი არ გამოვიდათ, გააღვიძეს ქრისტე. და უსაყვედურეს, თუ წმინდა წერილს წაიკითხავთ, იქ საყვედური ჩანს. ნუ თუ არ გენაღვლება ვიხჩობითო. რა გაძინებს? რა გაძინებს? და ქრისტე წამოდგა, გაიწოდა ოხელი და დაწყნარდა ზღვა და ჩადგა ქარი. მომენტალურად. ვინ არის ეს? ვისაც ზღვა და ქარი ემორჩილება? ვინ არის ეს? ვისაც სტიქიები ემორჩილება? ეს ღმერთია. ეს ღმერთია. დიდება უფალს. და ეს იმიტომ კი არ წერია, რომ ჩვენ ხანდახან გავიხსენოთ ეს იგავი და ჟრუანტელმა დაგვიაროს ტანში. არა, ეს იმიტომ წერია, რომ იგივე ღმერთი შენ ცხოვრებაშია. უბრალოდ ეს უნდა გახსოვდეს, უბრალოდ ეს უნდა იცოდე. ზოგიერთ იცი ხშირად ეშმაკი გვარწმუნებს ხოლმე, მეც ხშირად მქონია ეს. იცი რაში გვარწმუნებს ის ეშმაკი, რაღამ ჩვენ გამოიწვია შტორმი, ეხლა ბოლომდე მოგიწევს მისი გავლაო. ხშირად ჩვენ იმის გამო რომ დამნაშავედ გრძნობთ თავს, არ მივმართავთ ღმერთს და ვცდილობთ რომ ჩვენი ძალებით გადავარჩინოთ გემი. ვიქნებთ ხელებს და ფეხებს, ვაწყდებით ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს, ხან მარჯვნივ ვატრიალებთ, ხან მარცხნივ ვატრიალებთ, ხან წყლის ამოხაპვას ვიწყებთ. მე არ გელაპარაკებით ფიზიკურ გემზე. რამდენჯერ არის ეს ჩვენ ცხოვრებაში? მოდი გავიხსენოთ ეს. და იმიტომ რომ ეშმაკი გვარწმუნებს, რომ შენ შექმენი ეს შტორმი და შენვე მოაგვარე ახლა, ღმერთი არ ჩაერევა აქ. მაგრამ თუ მას მოწაფეებმა ქრისტე გააღვიძეს. იცი ქრისტეს რატო ეძინა? რატო ეძინა, იცი? იმიტომ რომ მოწაფეები თავის ძალით ცდილობდნენ და სანამდე მოწაფეები თავის ძალით ცდილობდნენ, ის არ ერეოდა. გვირგვინი. თავისუფალი ნება. ის არასდროს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ერევა ჩვენ ცხოვრებაში. ეს ვიცოდეთ. მაგრამ თუ თხოვ, თუ მის წინაშე დადებ შენ სიარაღს და იტყვი რომ მე ვეღარ ვბრძოლობ. მე მარტო დამარცხებები მომაქვს. მე მარტო ვაფუჭებ. ამიტომ მე ვჩერდები და მოდი შენი მოქმედე. მე გთხოვ რომ შენი მოქმედო. ყველა შტორმი დაწყნარდება. ყველაფერი დალაგებას დაიწყებს. მე მჯერა ამის. თუმცა მწამს უშველეთ ჩემს ურწმუნოებას. თუმცა ჩემს ცხოვრებაშიც ასეა ხოლმე. იმიტომ რომ ეს პროცესია რომელშიც და ჩვენ გავდივართ. დასამახსოვრებლად ეს ადვილია. გასამეორებლად ეს ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად გეშინია. ეს რწმენის ერთ-ერთი ის არის ჩვენში, სუსტი რწმენის ერთ-ერთი გამოხატულება არის. ხშირად ჩვენ ვიცით რომ მას უნდა ვენდოთ, ხშირად ჩვენ ვიცით რომ მას უნდა ვერწმუნოთ. წეგან ვერიკო ლაპარაკობდა სიტყვას ნდობა, ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე წინამსახურებას და ცვილაპარაკე. ჩვენ ღმერთის შეიძლება გვწამდეს, ვილაპარაკოთ რომ ისი გვწამს, მაგრამ ას არ ვენდოთ. გასაგებ, აბრაამის რწმენა რატო იყო მოქმედი და ცოცხალი? იმიტომ რომ აბრაამი არა მარტო ერწმუნა, აბრაამი ენდო კიდეც. ისეთ რამეში ენდო, რაც წარმოუდგენელი იყო.
დიდება უფალს. გასაგებია? ზუსტად ხშირად ჩვენი ცხოვრება, ჩემო მეგობრებო, ამ ხრივ ვითარდება. ხშირად ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ძალებით გადავარჩინოთ გემი, რომელიც ფსკერისკენ მიდის და არაფერიც არ გამოგვდის. და კიდევ უფრო მეტად ვაფუჭებთ საქმეს. მაშინ როცა ელემენტარული არის, უნდა გააღვიძო როგორც მას არც არასდროს ძინავს ჩვენ ცხოვრებაში, უბრალოდ ის გველოდება. გველოდება, როდის მოbrუნდებით მისკენ. როდის ეთქვი ღმერთო, ეხლა შენ. ხშირად ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ სამართალი. ხშირად ჩვენ ვცდილობთ ვიჩხუბოთ და დავამტკიცოთ, რომ ეს ასეა. ხშირად ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ემოციებით გამოვხატოთ რაღაცა. ხშირად ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ყველას და ყველაფერს, რომ მე მართალი ვარ. და ამით ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ვერაფერს ვერ ვამტკიცებთ. ამიტომ მოდი ერთი რამე დავიმახსოვროთ. უფალი, კიდევ ერთხელ წავიკითხავ. ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი. ხელთქმნილ ტალღრებში არ მკვიდრობს და არც ადამიანის ხელის სამსახურს მოითხოვს თითქმის რამე სჭირდებოდეს. სინამდვილეში, ჩემო მეგობრებო, შესაძლებელია რა ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ რა გონია ეს ღმერთს სჭირდება? ღმერთმა და პასტორი ლაპარაკობდა წინა კვირას, ვინც მოისმინეთ ეს თემა. ღმერთმა შექმნა galaktikები. მილიარდობით galaktika არსებობს. და ჩვენს galaktikაში დაახლოებით 200-დან 400 მილიონამდე ვარსკვლავია. ჩვენს galaktikაში მარტო. ეს არის ირმის ნახტომის galaktika. ყველაზე პატარა galaktika, ძალიან პატარა galaktika არის. და აქ არის მარტო 200-დან 400 მილიონამდე მზე. მარტო ამ galaktikაში და მილიონობით galaktikები არსებობს ირგვლივ. ჩვენზე გაცილებით დიდები და უზარმაზარები. გასაგებია? და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა და მისი დგას ყველაფერი. და რა უნდა გააკეთო ისეთი ამ დედამიწაზე, რომ მას აქვს საჭიროება. 59 ფსალმუნი გავიხსენოთ. თუ მომშივდა შენ არ გეტყვიღოს ისე. თუ მე რამე დამჭირდა შენთან არ მექნება, იცი შენ ვერ შეძლებ ჩემს დახმარებას. თუ მომშივდა არ გეტყვი შენ, იმიტომ რომ ჩემია ტყის ცხოველები და ფრინველები ათასობით მთებში. ერთი რამე ეს ამბობს ის, მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაეს აღქმების შენი. მადლობა შესწირე ღმერთს. სინამდვილეში შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ, ისა მეგობრებო, ეს ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ჩვენ რა უნდა ვიტყვით, მადლობა რომ ნაკურთხი ვარ. მადლობა რომ შენ გყავარ ნაკურთხი. მადლობა რომ მოვედი ამ დედამიწაზე და დამხვდა ყველაფერი აქ. მადლობა რომ არ იცი შენგან მაქვს ყველაფერი. მადლობა რომ ნიჭი მაქვს. მადლობა რომ შემიძლია რაღაცეები გავაკეთო, შემიძლია რაღაცეები დავალაგო. მადლობა. ეს მადლიერება არის ღვთის წინაშე. ზუსტად ამას ლაპარაკობს წმინდა წერილი. განა მას რა მეჭირდება, განა ის ჩვენი ხელის სამსახურს ითხოვს. ერთიდან შექმნაო დედამიწის, მოდი გავაგრძელოთ საკითხვა. არც ადამიანთა ხელის სამსახურს მოითხოვს თითქოს რამე სჭირდებოდეს. თვითონ აძლევს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყველა ერი დედამიწის ზურგზე და სამკვიდრებლად და დააწესა მათი დამკვიდრების წინასწარ განსაზღვრული დრო და საზღვრები. რათა ეძებნათ ღმერთი. ნახეთ, აქ ერთი კარგი გამოცხადება. საერთოდ როცა ეძებ, ძებნის საპირისპირო რა არის? პოვნა. აქ არ წერია პირდაპირ საპირისპირო, რათა ეძებნათ ღმერთი, იქნებ ეგრძნოთო და თუ იგრძნობდნენ, მერე იპოვიდნენ. სხვანაირად ღმერთს ვერ იპოვი. ღმერთი არ არის ნივთი, რომ დაკარგო და იპოვო, ის არც დაკარგულა არასდროს. თუ გინდა ღმერთი აღმოაჩინო, უნდა იგრძნო ეს. იცი, ღმერთს ვერ აღმოაჩენ, მასზე ბევრს თუ წაიკითხავ. ეს ისტორიებს გაგიმრავლებს თავში. გარკვეულ წარმოსახვას შეგიქმნის შენს თავში ღმერთზე. მაგრამ ვერასოდეს ვერ აღმოაჩენ მას ამით. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ გინდა ღმერთი აღმოაჩინო შენ ცხოვრებაში, ღმერთმა ეს ყველაფერი გააკეთა, რათა ეძებნათ ღმერთი და ეგრძნოთ, რომ ერე ეპოვათ. დიდება უფალს. თუ იგრძნობ, თუ მას იმ დონეზე მივახლოვდები, იცი,
თუ ღუმელი შენგან 1 კილომეტრში ამას ვერ იგრძნობ. გეცოდინება რომ იქ არის ღუმელი, მაგრამ შენთვის მას არაფერი სიკეთე არ ექნება. მაგრამ თუ მას მიუახლოვდები, მის სითბოს იგრძნობ. გასაგებია? თუ მას მიუახლოვდები, მის მხურვალებას იგრძნობ. და ღმერთსაც უნდა რომ მას მიუახლოვდე, იმდენად მიუახლოვდე, რომ კი არ იცოდე მასზე, რომ იგრძნო ის, რომ განიცადო ის, რომ მიხვდე ის ვინ არის, დიდება უყურს. გასაგებია, მე არ მინდა ამას ძალიან ბევრი დრო დაუთმო. მე უბრალოდ მინდა ერთ რამეზე მოგიწოდოთ და გითხრათ დღეს და ამით დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი მსახურება. ღმერთი რომელმაც შექმნა სამყარო, ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. დიდება უფალს. ყველა სიტუაციაში მე მინდა მახსოვდეს და მჯეროდეს, ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. ყველაფერი მის ხელშია. მე გავაფუჭე. კი, მე გავაფუჭე. რა თქმა უნდა ეს კარგი არ არის. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე ძნელ დროშიდაც კი მას აქვს შენთვის გამოსავალი. დიდება უფალს. ასე რომ, იცი, ძალიან დიდი ყურადღება არის საჭირო იმისთვის, რომ მართლა ღმერთი, წმინდა წერილი ამბობს, რომ რომაელების პირველი თავი 28 მუხლი, ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა, ადამიანის ყოველგვარ უღმერთობაზე, ჭეშმარიტება უღმერთობით რო შეუპყრიათ, სიცრუით რო შეუპყრიათ. ვინაიდან ცხადია მათთვის, რაც ღმერთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ და როგორ განუცხადა მათ ღმერთმა. ვინაიდან ღმერთის დიდება მარადიული ძალა ქმნილება წუთისოფლის დასაწყისიდან ქმნილებათა განხილვით შეიცნობაო, ასე წერია. ქმნილებათა განხილვით. თუ დააკვირდები ღმერთის ქმნილებას, მიხვდები რა დიადია ღმერთი. თუ დააკვირდები ღმერთის ქმნილებას, მიხვდები რა დიდებულია ჩვენი შემოქმედი. დიდება უფალს. დღეს მე იგივე თემას მინდა შევეხო, რაზედაც პასტორმა ილაპარაკა, უბრალოდ დამეხმაროს ღმერთი, რომ ის გაგიზიაროთ, რაც მას უნდა რომ დღეს გქონდეს. დიდება უფალს. ასე რომ პასტორმა ილაპარაკა მათესახარების 16 თავი, თუ გადაშლით ჩემთან ერთად, 13 მუხლიდან. ფილიპეს კესარიის მხარეში მისვლისას იესომ კითხა თავის მომოწაფეებს, რა გქონია ხალხს, ვინ არის ძეკაცისა. ძალიან ხშირად გვაქვს ეს ეკლესიაში გახსენებული, წაკითხული და კიდევ ერთხელ მინდა შეხსენებით გაგამხნეოთ. მე მინდა დღეს გამოცხადებაზე ვილაპარაკო. ნახეთ, ფილიპეს კესარიის მხარეში მისვლისას იესომ კითხა თავის მოწაფეებს, რა გქონია ხალხს, ვინ არის ძეკაცისა. მოდი ერთი რამე მინდა გითხრათ. რატო კითხა? თვითონ არ იცოდა? თვითონ არ იცოდა ვინ იყო? ან ხალხს რა ეგონა ის არ იცოდა? აბა რატო ეკითხება? ნახო, ყველაფერი იცოდა. ის ეკითხება მოწაფეებს, რათა მათ დაიწყონ მსჯელობა რაღაცაზე და ფიქრი. მათ უთხრეს, ზოგს იოანე ნათლისმცემელი, ზოგს ილია, ზოგს იერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ეუბნება მათ, თქვენ კი რა სიტყვით? ვინ ვარ მე? პეტრეს არ იყოს, მე ბევრი ვიფიქრე და მე ვფიქრობ, რომ ალბათ შენ ეს ხარ. ესე უთხრა? გაუკვირდით პეტრე? ლაპარაკობს. ეუბნება მათ, თქვენ კი რა სიტყვით? ვინ ვარ მე? და მე-16 მუხლი. სიმონ პეტრემ უთხრა მას პასუხად, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთის საცოცხალისა. ის კი არ ეუბნება, ჩემი აზრით, მე მგონია, ალბათ ეს იქნები შენ. იმიტომ რომ ბევრი რამე ემთხვევა. პეტრეს სიტყვა არის ძალიან მყარი, დარწმუნებით გაჟღენთილი. ის ამბობს, შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა. მიუგო მას იესომ პასუხად, ნეტარ ხარ შენ სიმონ, იონას ძე. ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ზეცაშია. დიდება უფალს. ქრისტე ეუბნება, რომ ამას ვერ გაიგებდი
ამას ვერ წაიკითხავდი წიგნში. ამას ვერ ისწავლიდი სკოლაში. ამას ვერ გასწავლიდნენ წინაპრები. სიზმარში არ გესიზმრებოდა ეს. ნეტარი ხარ შენ სიმონ იონას ძეო. ვინაიდან ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არა გონებამ და არა აზრებმა, არამედ ჩემმა მამამ რომელიც ზეცაშია. ანუ ეს გამოცხადება, ეს ის გაცხადება, რაც ღმერთმა გაგიცხადა და გაჩვენა და გითხრა. ამიტომ ნახე და მეც გეუბნები შენ და აღარ ეძახის მას სიმონს. შენ ახარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ჭიშკარი. იცი ამ რაღაცაზე ძალიან ბევრი დავა და კამათი არის დღეს, მაგალითად ვის უთხრა ქრისტემ რომ შენ ახარ პეტრე და რომელ კლდეზე აშენებს ქრისტე თავის ეკლესიას. ზოგს გონია რომ პეტრე არის კლდე და პეტრეზე აშენებს ქრისტე თავის ეკლესიას. სხვათა შორის არის აქ ჭეშმარიტების მარცვალი. კლდე მარტო გამოცხადება არ არის. იმიტომ რომ გამოცხადება ჭურჭლის გარეშე გამოცხადება არ არის. ისე როგორც ცოდვა არ არსებობს ცოდვილის გარეშე, ეს ხო ჩვენ ვიცით. თუ არ არის ცოდვილი, არ არის ცოდვა. ამენ? მეთანხმებით? სადმე გინახავთ რომ მკვლელობა გაასამართლეს? მკვლელობას არასდროს არავინ არ ასამართლებს. მკვლელს ასამართლებენ, იმიტომ რომ თუ არ არის მკვლელი, არ არსებობს მკვლელობა. მკვლელობა იდეაში არსებობს კიდეც, იმიტომ რომ ეშმაკი იყო კაცის მკვლელი. მაგრამ მან ნახა ჭურჭელი და იქ გამოავლინა ნაყოფი, იქ გამოავლინა თავი. ანუ ჩვენ მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ არ არის ცოდვილი, არ არის ცოდვა. განაცოდვა არ არის, ცოდვა არის, მაგრამ ის უბრალოდ თავს ვერ გამოავლენს ვერსად. იმიტომ რომ ცოდვას ისე რომ თუ არ არის ჭურჭელი, ამ წყალს ვერ ჩაასხავ რაღაცაში. ასევე თუ არ არის ჭურჭელი, ვიშიდაც ცოდვა გამოავლენს თავის თავს, თავისთავად ვერ იქნება ცოდვა ხილული. გასაგებია? ასევე გამოცხადება ღმერთთან შეიძლება იყოს, მაგრამ თუ არ არის ჭურჭელი, სადაც ეს გამოცხადება გამოჩნდება, ის არ ჩანს. გასაგებია? ამიტომ გამოცხადება კი არ არის კლდე. კაცი ვიშიდაც გახმოვანდა ეს გამოცხადება. ოღონ კაცი კი არ არის კლდე, გამოცხადების დამჭერი კაცია კლდე. გასაგებია? ღმერთი მისგან იწყებს მოქმედებას. მე მომისმენია უამრავი რაღაცა, რომ არა პეტრე არაფერ შუაში არ არის. თავისთავად შეიძლება პეტრე როგორც ხორცი და სისხლი არაფერ შუაში არ იყოს. მაგრამ პეტრე გახდა ჭურჭელი გამოცხადების დიდება უფალს. გასაგებია? და ამ ჭურჭელში დაიწყო ღმერთმა მოქმედება. ღმერთი არაფრის ქმნას არ აპირებს დედამიწაზე შენსა და ჩემს გარეშე. მას იცოდეთ. იცი ქრისტემ თქვა მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. მაგრამ ქრისტე აშენებს ეკლესიას? კი, ქრისტე აშენებს ეკლესიას. ოღონ ჩვენ ვართ მისი ჭურჭლები. შენ და მე და ჩვენ და ყველანი ჩვენ ვართ მისი ჭურჭლები. ჩვენი მეშვეობით უნდა ღმერთმა ააშენოს ეს ჭურჭლები. ეხლა ეს ჭურჭლები მეთქი ეს ეკლესია და ეს მარტო ეს ადგილობრივი ეკლესია არა, საერთოდ ეკლესია. და სულ ყოველთვის ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა ეპოქაში ღმერთს ყავდა იარაღები, იყვენ ჭურჭლები, რომელი ვთქვა ჩარლს ფინი, ჯონათან ედუარდსი, ჩარლს და ჯონ ვესლები, რა ვიცი, ძველ დროში წავიდეთ, ნეტარი ავგუსტინე, ამბროსი მედიოლანელი, რა ვიცი, უამრავი მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ეკლესიაში და რომელთა მეშვეობითაც ღმერთი ქმნიდა, დაყალიბებდა და აშენებდა თავის ეკლესიას. დიდება უფალს. ანუ ერთი რამე იცოდე, ღმერთს ერთი რაღაცა უნდა. ღმერთს უნდა რომ შენ და მე ვიყოთ ჭურჭლები, ვიშიდაც ღმერთი ჩაღვრის ერთ კარგი სიტყვა მინდა გითხრათ, გამოცხადებას. ვინც მიიღებს გამოცხადებას. ვინც მიიღებს გამოცხადებას. ვინც დაიტევს ამ გამოცხადებას. ვინც შეძლებს ამ გამოცხადების გახმოვანებას. და ვინც შეძლებს ამ გამოცხადებით ცხოვრებას. გასაგებია? ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. მეგობრებო, ღმერთს უნდა ძალიან. ამიტომ ამბობს ღმერთი მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით. კიდე ერთი რაღაცა წეღანის შემთხვევით არ ვახსენე. თუ ღუმელი 1 კილომეტრშია შენგან, შეიძლება დაინახო კიდეც რომ ის იქ არის. შეიძლება იცოდე რომ ის იქ არის.
მაგრამ შენთან მას შენზე არავითარი ზემოქმედება არ ექნება. გასაგებია? შეიძლება ღმერთზე იცოდე ძალიან ბევრი რაღაცა. მე შეიძლება ღმერთზე ვიცოდე ძალიან ბევრი რაღაცა. მე შეიძლება მუხლები ვისწავლო ზეპირად, მაგრამ ეს არ უნდა ღმერთს. ღმერთი ამბობს, რომ მომიახლოვდი. იგრძენი, განიცადე. და თუ იგრძნობ და განიცდი, ღმერთი იძლევა გამოცხადებას. რა არის გამოცხადება? გამოცხადება არის სინათლე რაღაც კონკრეტულ სფეროში. როცა რაღაცა განათდება შენში. იცი, მანამდე შეიძლება იცოდი, რომ ასე უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა წახვიდე, ესე. იცი რაღაცეები, ვიღაცისგან ნასწავლები. ჩვენ ეკლესიაში დავდივართ, უამრავი ქადაგებები გაქვთ მოსმენილი, უამრავი ქადაგება მაქვს მოსმენილი. მაგრამ გამოცხადება სხვა რამეა. როცა ღმერთი ეხება შენ ცხოვრებას, მილიონჯერ მოსმენილში ღმერთი და იქ სინათლეა. ვაუ, თურმე რისი თქმა უნდა და ღმერთ ჩემთვის. თურმე რას მელაპარაკებოდა ღმერთი, თურმე საით მივყავდი ღმერთს. იცი, როცა გამოცხადებას იღებს ადამიანი, ის ჭურჭელი ხდება. გასაგებია? როცა გააჩნია კი არა ნებისმიერ გამოცხადებას. მე არ ვამბობ, რომ იცი ადამიანები ისეთ გამოცხადებას მიიღებენ, როგორ უნდა გადაადგილონ კოსმოსი. გამოცხადება შეიძლება სულ უბრალო რაღაცეებს ეხებოდეს. მაგრამ ის კონდეს არა სხვისგან აღებული, არა სხვისგან მოსმენილი, არა სხვისი მიბაძვით გაკეთებული, არამედ შენ როცა ხვდები, რომ ეს შენ გაგიცხადა ღმერთმა. ეს შენ გითხრა ღმერთმა. მოდი ავიღოთ. არის შესაწირავი, ჩვევით. ავიღე თანხა, გადავდე 5 ლარი, ჩავდე კონვერტში, ჩავაგდე. მაგრამ არის შესაწირავი გამოცხადებით. როცა ხვდები, რომ ღმერთი შეგეხო. როცა ხვდები, რომ ღმერთმა მიგითითა. შენ მოძებნი ადგილს და ღმერთს წარუდგენ და მიართმევ და იტყვი, ღმერთო, მე მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, იმიტომ რომ შენ მითხარი, იმიტომ რომ შენგან მიცხადე, იმიტომ რომ შენ შეეხე ამას. აბრაამა რატო გადაწყვიტა ისაკი შეეწირა? აბრაამა მიიღო, დაიტია ეს. ირწმუნა, ენდო, დაუჯერა. წავიდა და გააკეთა და შედეგებმაც არ დააყოვნა. და იმიტომ რომ აბრაამი ერწმუნა ღმერთს, ჩვენ აგვზივართ დღეს. იმის გამო რომ აბრაამი ენდო ღმერთს, დღეს ჩვენ აბრაამის შვილები გვქვია. იმის გამო რომ აბრაამი ენდო ღმერთს, ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ შენს თესლში ამის გამო იკურთხება დედამიწის ყველა ერია. დიდება უფალს. ხედავთ რა არის განსხვავება მარტო მოსმენაში და აი ვიღაცების მიბაძვაში და რაღაც აი გამოცხადების მიღებაში. იცი, ღმერთს უნდა ჩემო მეგობრებო. სხვათა შორის იცოდეთ, ნებისმიერი საქმე არის, როცა საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ ვიღაცამ დაგავალა, დამავალე და გავაკეთებ. ეს რა არის, იცით? ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. როცა ადამიანები ცდილობენ, მე რატო უნდა ვიაქტიურო? მე რატო უნდა ვიმტრიო თავი? მე რატო უნდა ვეძებო? მე რატო უნდა შევიწუხო თავი? რატო დავკარგო ზედმეტი დრო? ჩემი საქმეები დავკავდები, ეკლესიაში მაქვს პრინციპი, დამავალე გავაკეთებ. მაგრამ მე როდის მომისმენ, ღმერთი ამბობს. როდის იქნება დრო, რომ ჩემს მოსმენას დაიწყებ? როდის იქნება დრო, რომ ჩემგან მიიღებ? გაგიცხადდება. როცა მიხვდები, რომ ღმერთი შეგეხო, გალაქტიკების შემოქმედმა რაღაცა გითხრა, რაღაცა გამოგიცხადა, შენ შეიძლება სიკვდილზე წახვიდე და მაინც იმ გზით წახვალ. აი ეს არის მეგობრებო გამოცხადება. ამიტომ უნდა ღმერთს, მას არ უნდა, იცი, მას ის კი არ უნდა, მოვალ ღმერთო, შევწირავ, ამას გავაკეთებ. სხერპლი და შესაწირავი არ მსურს, ებრაელთა წერილი. რა მსურსო? სხეული განმემზადე მეო. სხერპლი და შესაწირავი არ მსურს, მე შენგან ჭურჭელი მსურს. თორემ სხერპლი და შესაწირავი შენ ვერ გამაკვირვებ. მე ერთი რაღაცა მინდა, შენში მინდა ჩემი თავის გამოხატვა დავიწყო. ღმერთ ძალიან უნდა. შენ ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი ქრისტიანობის არსიც ისა სწორედ ეს არის, რომ ეკლესიაში კი არ ვიარო და ქადაგებები ვისმინოთ. ღმერთი ამბობს, მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით. მოდი ერთი მუხლი. ეს არის იოანეს სახარების მე-14 თავი.
ჩემთან ერთად წაიკითხეთ, გადაშალეთ 21 მუხლი. ნახეთ რა ამბობს ქრისტე. ეს ჩვენი მაცხოვარი ლაპარაკობს. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული. და ჩემს მოყვარულს კი მამა ჩემი შეიყვარებს და მე შევიყვარებ მას და თვითონ გამოვეცხადებ. ნახეთ, დაუკვირდით. რა კარგი რაღაცაა. მოდი ვიფიქროთ ამაზე, მოდი ვიმსჯელოთ ამაზე, მოდი ეს პატარა დავალებასავით, წაიღეთ სახში. კარგად წაიკითხეთ, ამოიწერეთ რას გელაპარაკებად ღმერთი აქედან. აქ წერია ნახეთ, ვისაც ჩემი მცნებები აქვს. თაროზე კი არ უდევს მარტო, აქვს და იცავს მათ. მე მცნებას მიტო კი არ ვიცავ, ერთი რაღაცა ვიცი, თუ მცნებას ვიცავ, ესე იგი მე ამით მას ჩემს სიყვარულს უდასტურებ. მიტომ რომ აქ წერია, ჩემს მოყვარულსო, ვისაც ჩემი მცნებები აქვს, ის იცავს მას და ის არის ჩემი მოყვარული. და ადამიანი, ვინც ჩემი მოყვარულია, ღმერთი ამბობს. ჩემს მოყვარულს კი მამა ჩემი შეიყვარებს. და მე შევიყვარებ მას და თვითონ გამოვეცხადები. მე გამოუცხადებ თავს, მე რაღაცას ვეთქვი, მე მნიშვნელოვანს გამოუცხადებ. წმინდა წერილი ამბობს, დამიძახებ და გიპასუხებ და გამოგიცხადებ დიდსა და მნიშვნელოვანს, რომელიც არ იცი. დიდება უფალს. ანუ დაუკვირდით, ეს არის პროცესი, მეგობრებო, სადაც ღმერთი გვეპატიჟება, ეს არის პროცესი, სადაც ღმერთს უნდა რომ იქ შევიდეთ, მიუახლოვდეთ, რომ შმაგის ნახადაგებით კი არიარო. არამედ აი ამაში შეხვიდე. იცი, ღმერთს არ უნდა რომ უბრალოდ მე მწამს ღმერთი და დავდივარ ეკლესიაში, დიდება უფალს ყველაფერი კარგად არის. ღმერთი გეუბნება, არა, მე მინდა რომ სიღრმეში შემოხვიდე. მე მინდა რომ გამომყვე. მე მინდა რომ მცნებაზე იფიქრო. ეს მცნება და იმის გამო რომ ქრისტე გიყვარს, მცნების დაცვა დაიწყო. იმიტომ რომ ღმერთი გიყვარს და თუ მცნებას დაიცავ, ამით შენ ადასტურებ რომ გიყვარს, მოყვარული ხარ და თუ მოყვარული ხარ, ღმერთისგან ხარ შეყვარებული. ხო ამბობენ ღმერთს ყველა უყვარს. ღმერთს ყველა უყვარს? კი, ღმერთმა შეიყვარა ქვეყნიერება. და ისე შეიყვარა თან ქვეყნიერება, რომ თავის საყვარელი ძემისცა, მაგრამ სიყვარულის სხვადასხვა საფეხური არსებობს. სიყვარულის სხვადასხვა საფეხური, ღმერთს ყველა უყვარს და ღმერთმა გადაწყვიტა თავისი ძე ყველასთვის მიეცა. მაგრამ ისინი, ვინც თვითონ ავლენენ ღმერთის სიყვარულს, ისინი ღმერთის შეყვარებულები ხდებიან. ღმერთი შეიყვარებს მათ და ღმერთი მათთან ლაპარაკს იწყებს. ღმერთი მათთან ურთიერთობას იწყებს. ღმერთს უყვარს ქვეყნიერება, ოღონ ღმერთი ვერ ურთიერთობს ქვეყნიერებასთან. მე თანხმებით? ღმერთს უყვარს ქვეყნიერება. უპირობოდ. მაგრამ ღმერთი არ ურთიერთობს და რატო ცოდვა უშლის ხელს. მაგრამ თუ ჩემს მცნებას იცავო, ქრისტემ თქვა, ვისაც ჩემი მცნება აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული. ჩემს მოყვარულს კი ღმერთი შეიყვარებს და არა მარტო შეიყვარებს. ღმერთი მათთან ურთიერთობას იწყებს. ღმერთი მათთან ლაპარაკს იწყებს. ღმერთი მათ გამოცხადებას აძლევს, თავის თავს უცხადებს. გასაგებია? თუ გახსოვთ სამარიტელი დედაკაცი, იოანეს სახარების მეოთხე თავი, რომელმაც მოისმინა ქრისტესგან, წავიდა სოფელში და მთელ სოფელს უქადაგა. მოვიდა მთელი სოფელი და მოისმინეს ქრისტესგან. მობრუნდნენ და ამ ქალს ეუნევიან, ეხლა გვწამსო, ოღონ შენი ნათქვამით კი არაო. ჩვენ თვითონ ვნახეთო. იცი რა დიდი რაღაცაა, როცა გწამს, არა იმიტომ რომ შმაგი მთქვა, არამედ შენ თვითონ იცი ეს. შენ თვითონ დაგელაპარაკა ღმერთი, შენ თვითონ განგიცხადა ღმერთმა, შენ თვითონ გითხრა ღმერთმა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეზეკიელში არის ესეთი ამბავი მოთხრობილი. როცა ეზეკიელმა იხილა ტაძარი, სულში ახალი ტაძარი და მოვიდაო ლერწმიანი კაცი, გადაზომა 1000 წყრთა და იქ წყალი გამოდიოდაო საკურთხევლიდან. და როცა გადაზომა 1000 წყდა, წყალი იყო კოჭებამდეო. კიდე 1000 წყრთა გადაზომაო და წყალი უკვე მუხლებამდე იყო. შემდეგ წელამდე იყო წყალი და იქით უკეო დიდი მორევი იყო და ორიგინალი ამბობს დინება მწამიღო.
იცი მსახურების და ღმერთთან ურთიერთობის სხვადასხვა დონე არსებობს. პირველი, კოჭებამდე. დიდება უფალს, ჰალელუია, მე მსახურებაზე მოვედი. ეს რა თქმა უნდა კოჭებამდეა. და მე მოვალ მსახურებაზე დავჯდები, მოვისმენ. ცუდი არ არის, კარგია. სულ არაობას ჯობია. მაგრამ ეს არ არის ის, რაც მარადიულად ასე უნდა დარჩეს. იცი, როცა შედიხარ რაღაცაში, არსებობს ესეთი რაღაცა. ღმერთო, მოდი მე რაღაცაზე გავხდები პასუხისმგებელი. ეს შეიძლება იყოს კოჭებამდე წყალი. იცი, თუ შესულ ხარ მდინარეში წელამდე, ხვდები რომ უკვე ძალიან დიდი ის გჭირდება რომ არ დაეცე, წყალმა არ წაგაქციოს. გასაგებია? მაგრამ არის მომენტები, როცა ფეხით ფსკერს ვეღარ წუდები უკვე. როცა უკვე დინებამ წაგიღო. არის მსახურება, რომ შენ კი აღარ ემსახურები ღმერთს. მსახურებას მიყევ ხარ. გასაგებია? შენ კი აღარ გეგმავ, ღვთის გეგმებში შედიხარ. შენ კი აღარ აკოციცებ რაღაცას. ღმერთს ყველაფერი აქვს, უბრალოდ ღმერთი უნდა მომისმინე და გამომყევი. მომისმინე და გამომყევი. აი ეს, იცი, საბოლოო მიზანი ღმერთისა ეს არის. რომ ეკლესია მუდმივ ჭიდილში კი არ იყოს ღმერთთან. იაკობი რო ებრძოდა ანგელოს. ღმერთმა თქვა მომისმინეთ და დინება წაგიღებთ. დიდება უფალს. იცი, მომისმინე და გამოცხადებებში შეხვალთ. მომისმინე და სინათლე გექნებათ, აი ყველა საკითხზე. დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მე დღეს ვილაპარაკე თემაზე, გამოცხადება. ეს ამით არ მთავრდება, ეს დიდი თემაა, ეს ღრმა თემაა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მაგრამ ერთი რაღაც. წმინდა წერილი ამბობს, ღმერთი რომელმაც შექმნა სამყარო, ის არის ცისა და ქვეყნის უფალი. და მას უნდა ერთი რაღაც, რომ ეძებნად ღმერთი, იქნებ ეგრძნოდო. მეორე ნეშტაც მე-15 თავს თუ წაიკითხავთ, იქ არის ძალიან კარგად ლაპარაკი ამაზე. პირველი მუხლიდან მე-15 მუხლამდე. იქ წერია, რომ ეძებნენ ღმერთს, ეფიცებოდნენ მას და ღმერთმა რა, დაემალა ღმერთი. არა. ღმერთი თავს უცხადებდა, ღმერთი თავს აპოვნინებდა, ღმერთი გამოცხადებებს აძლევდა და სიმშვიდე უბოძა ირგვლივო, დიდება უფალს. ოღონდ ერთი რაღაც, არასოდეს და არასოდეს არ დაელოდო სხვის აკრეფილ მანას. არ დაელოდო, რომ ჯენი აკრიფავს მანას და მაიას გაუზიარებს. ჯენი თავისი მანა უნდა ააკრიფოს და მაიამ თავისი. და შმაგი თავისი. შენი მანა აკრიფე. მე მინდა ჩემი მანა მქონდეს. და შენი ნალაპარაკები ჩემთვის ხო და ამინი უნდა იყოს. გასაგებია? თეოკრატიული ღმერთს ძულს დემოკრატია. შენს დაინახე ის, რასაც მე ვხედავ და ერთად წავიდეთ. იცი, ეს არის თეოკრატია. ღმერთს არ ჭირდება ცოცხის ერთობა. ღმერთს უნდა ერთის სულით ვიყოთ ნაკვები და გაჟღენთილი. ამისთვის რა არის საჭირო? მიუახლოვდით ღმერთს. ეს არის საჭირო. თუ შენც იქ იქნები, სადაც ვერ იყო დღეს, შენც იგივე გამოცხადება გექნება. შენ და მისი ნათქვამი კი არ გაგაღიზიანებს, შენთვის დასტური და მოწმობა იქნება.